სანამ შემოვიდოდით შენობაში. ორი პატარა გოგონა მოვიდა ბატონ ზვიათთან და ალბათ 12-13 წლის ბავშვები თუ შეიძლება ხო. თქვენთან ფოტოს გადავიღებო და როგორ მიმართეთ თუ დააფიქსირეთ. როგორ არა მამი. გიждები მაგ მიმართვაზე რა. შვილებთან თუ გაქვთ როგორ მიმართავთ შვილებს ბატონ ზვიათ? მასე. მეც მასე მიმართავთ. მამა, ხო, აბა არა სახელითაც და ისეც მე საერთოდ ძალიან ისეთი კომუნიკაცია მინდა ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი რამდენად გამომდის და როგორ გამომდის, მაგრამ ასეთ მიმართვებს ხშირად სხვანაირი ისიც მოყოლია ხოლმე უხერხულობის მომენტი მოყოლია ხოლმე, იმიტომ რომ უკვე რომ მიჩვეული რო ხარ, მამი შეიძლება სადავრი მამა ვარ შენი და სადავრი შვილი ხარ ჩემი და მთელი ამბავი, მაგრამ პატარა რომ მოდის სიცოცხლე სხვანაირი, აბა სხვანაირად როგორ უნდა მოსახნა. შვილებს ჩვეულებრივად მამა როგორ ახარ აშვები და სახელებით. რამე კონკრეტული რაღაცა განსაკუთრებული სიტყვა თუ გაქვთ, რომელსაც შვილებთან ურთიერთობაში იყენებთ? ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ეუბნებით შვილებს? ტყურში ვეუბნები ხოლმე ყველა სათითაოდ, რომ ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ მეთქი, მაგრამ ეხლა კი გაიგებენი. თელ სამყაროში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ მეთქი, ოღონდ ცალ-ცალკე ვეუბნები ხოლმე სამივისთვის ერთად არ მithkoms. რომ მაშინ დამიჭერენ ტყუილში და იმედია ამ ფრაზას არ მოუწევს. ამოჭრათ შეგვიძლია. მართლა მასეა, ვისაც ელაპარაკები, რომ მნიშვნელობა არ აქვს. 9 ძმა ხერხეული ძის დედას 900-ს მაგივრად ერთი რო ყოლოდა, იგივენაირად ეყარებოდა, ალბათ მაგაში დარწმუნებული ვარ და რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს. უბრალოდ მიმართვას და ურთიერთობებს ექნებოდა ალბათ განსხვავება. მე არ ვიცი ახლა ვაჟიც რომ ყავდეს და ქალიშვილიც, მაშინ ვიტყოდი მაგ განსხვავებებში, მაგრამ კაცთან ალბათ სხვა დამოკიდებულება მექნებოდა პატარა კაცთან ალბათ, არ ვიცი. მაგრამ ამათვის მნიშვნელობა არ აქვს, არც რაოდენობას და რას მთავარია, მანდ არ ვთამაშობ არაფერს, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, იმიტომ რომ მე ერთს ვეუბნები. რომ მე შენ მიყვარხარ მთელ სამყარო, იმიტომ რომ იმ ერთში არის სამივე. ყოველთვის მასეა ხოლმე. რაც არ უნდა, ხო, ახლა ისწავლეს რაღაც, მე ფავორიტი ვარ. კი, მეთქი შენ ფავორიტი ხარ. ის ფავორიტი წავიდა, ამას მეორეც, ხო. მეორეს ფავორიტი წავიდა, ერთი მიდის შენ ფავორიტს უთხარი, რომ მესამე ფავორიტთან მოვიდნენ. იმიტომ რომ ფავორიტი იყოს უნდა, ყველა ბავშვი უნდა იყოს მამისთვის და დედისთვის და სამყაროსთვის ფავორიტი და ერთი რაღაცა უნდა იცოდნენ, რომ ყველანი ფავორიტები არიან მშობლებისთვის. ერთხელ მე და ჩემდაც მოგვივიდა კამათ მამას არა მე უფრო უყვარო, არა მეო და რა გავაკეთეთ? წავედით და მამაჩევს ვკითხეთ. რომელი უფრო გიყვარს? მოკვდა სიცილი. რაუდა. არც ერთი. არა, ხო, ალბათ. აი ორივეს გვეჯერა რომ მე უფრო უყვარდი, იმას ეჯერა რომ თვითონ უფრო უყვარდი. ეგ კაია. ეგ კაია, მაგაზე კაი არაფერი არ არის.